აღდგომა მოდის და ქართული სუფრა ნამდვილი ნახშირწყლების პოლიგონად იქცევა. 40 დღიანი მარხვის მერე მონატრებული ორგანიზმი ჩაქაფულს, შემწვარ-მოხრაკულს, ცომეულს ისე ეცემა თითქოს ხვალიდან დედამიწაზე საჭმელი სულ უნდა გაქრეს. და აი მაშინ, როცა ამოსუნთქვაც კი გიჭირს, იმ ხელანაჭერ პასკას დააყოლებს, შენს გაოცებული ხარ საერთოდ ამდენი საჭმელის საჯაკეტია კუჩი. პასკას შენ რეალურად უყურებ როგორც დესერტს, მაგრამ რეალურად ბენზინით სავსე აუზში ანთებულ ასანს აგდებ, რომელიც შენი ორგანიზმისთვის მეტაბოლური ორმაგი დარტყმაა. წარმოიდგინე ჯერ პურით ივსებ ნახშირწყლების საჭიროებდნობას და მერე პასკის შაქარს აყურებ ზემოდან. მაგრამ არ ინერვიულო, რისთვის ვარ მე აქ, როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგის ერთადერთი მაგისტრი, დღეს მოლეკულურ დონეზე ჩაგიშლი პასკას და ასევე მოგიყვები ხრიკებს, რა კომბინაციებით უნდა მიირთო პასკა, ისე რომ შენი ორგანიზმის არ გაგიჟდეს და ორშაბათს სასწორმაც არ გიჩივლოს. პასკა ეს არ არის უბრალოდ ფუნთუშა, ერთის ხო ეს არის ნამდვილი კულინარიული შედევრი, მაგრამ ამასობაში ნუტრიენტული ფრანკენშტეინი. წარმოიდგინე, ბუნებაში ესეთ კომბინაციას უხვი შაქრები, ნახშირწყლები, ამდენი ცხიმი და ნული ბოჭკო, ბუნებაში ესეც არსად ხვდებით. და შენი ორგანიზმი წარმოიდგინე როგორც ერთი დიდი ქალაქი, სადაც პასკისგან შემოსული ენერგია არის პატარა ენერგოგადამტვირთავი მანქანები. 1000 მანქანა შემოვიდა ბენზინით და 1000 მანქანა შემოვიდა დიზელით. შენს ორგანიზმს ორივეს ენერგიად გამოყენების უნარი აქვს, როგორც ბენზინის, ისევე დიზელის. ანუ შენი ორგანიზმი როგორც ნახშირწყლებს, ისევე ცხიმებს გადაამუშავებს ენერგიად, მაგრამ აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, შენ ორგანიზმს ორივეს ერთად გამოყენება არ უყვარს. ამას ნუტრიციოლოგიაში რენდლის ციკლს ვეძახით. წარმოიდგინე შენი ორგანიზმი კიდევ ერთხელ როგორც უჯრედი, ამ უჯრედში კარია, რომელ კარში უნდა შემოვიდეს ნახშირწყალი, ან უნდა შემოვიდეს ცხიმი გადასამუშავებლად. როდესაც შენ მიირთო ნახშირწყლად დიდალ პროდუქტს, შენი ინსულინი ცეშია, ინსულინი ეუბნება დახურე კარები უჯრედო ცხიმისთვის და გააღე კარები გლუკოზისთვის, რომ ენერგიად გადაუმუშავოთ. მაშინ როცა ცხიმის დიდი პროცენტობა ცირკულირებს შენ სისხლში, ორგანიზმი იძახის, აბა დროა ეხლა ცხიმების ენერგიის წყაროზე გადავიდეთ. ნახე, აი აქ შემოდის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, როცა ეს ორივე ბომბი ერთიან დაწყდება შენს ორგანიზმს. ბევრი ნახშირწყლების, ბევრი შაქარიც და ბევრი ცხიმიც ერთად ორგანიზმი გიждდება. რაც გააკეთებს დიდი ალბათობით მაინც და აპრიორიტეტებს ინსულინის გამო ნახშირწყლების ენერგიად გამოყენებას და ეს ზედმეტი შემოსული ცხიმი პირდაპირ ჩავაწავა დეპოებში. ეხლა არ შეგეშინდეს საბოლოო ჯამში, მაინც 24 საათიან ციკლზეა ყველაფერი დამოკიდებული და კალორიების ბალანსზე. ეს ერთი ნეგატიური შემოსევა შეიძლება დაბალანსდეს დღის განმავლობაში სხვა დროს კალორიების დაზოგვით, მაგრამ ეხლა კალორიებს რო შევიღოთ, არც აქ ვართ ძალიან მშვიდად ერთი სტანდარტული ნაჭერი პასკა გაძლევს დაახლოებით 350-დან 400 კალორიამდე თუ 100 გრამიანი ნაჭერი მოიჭერი. თუ სუკატებითაა სავსე კალორიები შეიძლება ავიდეს 500 კალორიამდე თუ ძალიან სუყე. ხაჭოს პასკა მიირთვი, კიდევ უფრო მაღალია კალორიები და აქ როცა დამატებითი სუკატები, ქიშმიშები შემოდის, რომელიც ჩვენ რეცეპტორებს ძალიან სიამოვნებს, მაგრამ ჩემი ღვიძლისთვის დამატებითი საქმეა. ხო, წეგან მოგიყევი ორგანიზმმა, უნდა დაამენეჯმენტოს ცხიმების და ნახშირწყლების ბუმი. ეხლა ფრუქტოზა შემოვიდა საქმეში და უწევს ღვიძლს ტვინის მტრევა, რამდენი გარდაქმნას გლუკოზად, რამდენი დაიმარაგოს იქვე ცხიმად. აი ეს არის ის კომბინაცია ცილების ცხიმების, ფრუქტოზის და პლუს კალორიების, შენ თუ 5 დიდ 1 კილოგრამიან პასკას გაავლე მუსრი მთელი 3 დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა. თუმცა აქ შემოდის ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც ბალანსია და მაგალითად ცოტა ხანში გადავალ, ჯერ უნდა ვისაუბროთ გლიკემიურ ინდექსზე. კაი არა არის. გლიკემიურ ინდექსი მარტივად ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, რაც აღწერს, რამდენად მაღლა ახტება ჩემს სისხლში შაქარი და ინსულინი ნახშირწყლოვანი პროდუქტის მირთმევისას. ამ შემთხვევაში განვიხილოთ პასკა. პასკას გლიკემიური ინდექსი, პასკის არის დაახლოებით 75 100-დან. გააჩნია პასკას, რაც უკვე 70-ზე მაღალი ითვლება მაღალ გლიკემიურ პროდუქტად. ეს რას ნიშნავს? ყველაფერი როგორც მოგიყევი, შენს ორგანიზმში სისხლში ინსულინის პასუხი ბევრად უფრო მაღალი იქნება მასზე, ვიდრე იქნებოდა სხვა ნახშირწყლოვან ბევრ პროდუქტზე, მათ შორის ბევრ ხილზე, რომელსაც არის ბანანი, ვაშლი, რომელსაც დიეტისაც გეშინია. მაგრამ რა უყოთ ამ ჩემ გლიკემიურ ინდექსს? პასკა არ მივირთვა, აღმერთია. მოწმე ამის თქმას არ ვაპირებ დღეს ვიდეოში, მაგრამ უნდა იცოდე, რომ გლიკემიური ინდექსი საკონტროლო მექანიზმია და მე მაქვს ხერხები, როგორ ვაკონტროლო ჩემი გლიკემიური ინდექსი და გლიკემიური დატვირთვა. ეხლა არ გამიქცე, ცოტა ხანში გეტყვი ყველაფრის ბალანსს. გლიკემიური დატვირთვა არის კომბინაციაში ყველაფერი. რა უჭამე პასკა, რა დავაყოლე მას. ეხლა კარგად გაიხსენე, იმიტომ რომ რამდენიმე დღეში აღდგომა გეწევა. როდის ჭამ პასკას? პასკას მიირთმევ ხემსად, თუ პასკას აყოლებ საჭმელს. თუ ორივე. ხო და ეხლა კიდევ უფრო მეტ ბიოქიმიას არ მოგიყვები და შენს მეტყვი, ოე, Mr. Nutrition, აღდგომა წელიწადში ერთხელაა, ჯიგარო რა გაგვიხურე საქმე, გვაცადეო. მაგას კი ვცდილობ ზუსტად. ეხლა ვცდილობ შეგარგო პასკა ბოლომდე ისე რომ მეტაბოლურადაც დაბალანსდე და შენს ბედნიერი იყო. ამიტომ განვიხილოთ ორი შემთხვევა. როცა პასკას მიირთმევ ხემსად და როცა პასკას აყოლებ საჭმელს. თუ შენ პასკას მიირთმევ ხემსად,
როგორც დესერტს. გაითვალისწინე ოქროს წესი ნუტრიციოლოგიაში. მაღალ ნახშირწყლოვანი ხემსი არასდროს მიიღება მხოლოდ ერთი. შემოდის კომბინაცია 2-3-ის პრინციპი, სადაც ჩემ პასკას ვუხამებ სხვა ნუტრიენტებს, მაგალითად, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც არის ცილა და ჯანსაღი ცხიმები ამ ჩემს შაქრებს, რომელიც ორგანიზმში შემოდის და წარმოიდგინე, გიჟი მებრძოლივითაა, რომელსაც უნდა შეასკდეს ორგანიზმში, მერე უჯრედში და ენერგიად გარდაიქმნას, რაღაცა აბრკოლებს. აი ესეთი ფარი ჩვენთვის არის ცილა და ჩვენთვის არის ჯანსაღი ცხიმები. გავიწყოთ ცილით, ნებისმიერ ძის პროდუქტი, რომელსაც პასკა შევხამებ, პასკა პლუს ხაჭო, პასკა პლუს მაწონი, რომელიც დამატებითი პრობიოტიკული სარგებელია შენთვის, არის ერთ-ერთი დამცველობითი ფაქტორი, რომ პასკის ინსულინის პიკი და მერე გლუკოზის პიკი შეამცირო და გაახანგრძლიво. რაში გეხმარება ცილა? არა მარტო ნახშირწყალს და გლუკოზას ბოჭავს, არამედ უფრო დიდხანს განაყრებს და თუ შეჭამდი სხვა შემთხვევაში 1 კილოგრამია პასკას ბოლომდე, ეხლა შეიძლება ნახო, რომ ნახევარზეც დანაყრებული ხარ. მეორე კომბინაცია, თხილეულ-თესლეული, როგორც ჩემი ჯანსაღი ცხიმების წყარო. აქ ცხიმები ბევრია თქო გითხარი, მაგრამ ძირითადად ნაჯერი ცხიმითაა, კარაქით აკეთეს, ბებია ჩემი, არ ვიცი, სექტორი დესაბარითი გააკეთა, იმიტომ რომ ჯიგარს კალორიული ნორმები არ უწერია, თუმცა ინგრედიენტები მიწერია. ხორბლის ფქვილი, შაქარი, კვერცხი, ნაღების კარაქი, რძე, ქიშმიში, რაფსის ზეთი, საფუარი, მარილი, კონიაკი, ლიმონის cedra, პორტოხალის cedra, ილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, მიხაკი, ვანილი. ბიჭო, კალორიებიც რომ მიგეწერა, სულ სექტორი დესამის პურს გავიძახი და აღარ არის მაღაზიებში სექტორი დესამის პური და მიგეწერა ამ დაუცულ პასკაზე ეს კალორიები არ შეიძლება და? ანუ რა ვისწავლე? კომბინაცია 2-3-ის წესი, ხაჭო, რძის პროდუქტი პლუს პასკა, ან პასკა პლუს თხილეულ-თესლეული, ან ეს ყველაფერი ერთად. სამი ხემსი ერთად ხაჭოში თხილეულ-თესლეული პლუს პასკა. იდეალური ბალანსი იქნება დარჩი დანაყრებული. პასკის მეტაბოლური დატვირთვა შეამცირო და ამასობაში იყო ბედნიერი. ეხლა წარმოიდგინე მდგომარეობა, როცა პასკას საჭმელს აყოლებ და იდეალურ შემთხვევაში შენ რომელიმე სირჩევ ამ ორისგან, ან პასკას აყოლებ, ან ხემსად მიირთმევ, მაგრამ ადამიანები ვართ, მესმის შენი, როგორც წესი, ან დააყოლებ პასკას და მერე ხემსადაც მიირთმევ. სწორედ ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ ქართული კულინარიული სხვა მაგია, რომელიც სამარხო კერძების შემდგომ საღდგომო სუფრაზე ტრიალებს. უკაისუნკია. ნამხელა 1 კილოგრამიანი. ჩვენ თუ ვიტყვით რომ აბა 100 გრამი შეიძლება იყოს 355 კალორია, შეიძლება 5000 კალორია ეგ ერთი პასკა? კი, ეხლა დავითვალოთ მათემატიკა. მეორე მეშინია წონის მატების. ჩვენ ვიცით რომ 1 კილოგრამი ცხიმის მასტებას სჭირდება დაახლოებით 7700 კალორია. ეს რას ნიშნავს? მე რაც მეკუთვნის, ანუ 2000 კალორიას უნდა გადავაჭარბო ზემოდან 7700 კალორიით იმისთვის რომ ეს უნდა ვერ შეიძლება ბიბიჩი მეზრეჩის პასკას. უფრო ბულკია. პიკანტური გემოები დაკრავს, მაგრამ უფრო ბულკია ვიდრე პასკა. ნუ ახლა კომერციულად ნაწარმოები პასკების უმრავლესობა წესით ესეთია. მაგრამ ამითი არ გავიფუჭებდი კალორიულ ნორმას. ტექსტურას არა უფრო. ტექსტურა კარგია. მაგრამ მაინც შალვითაა. შალვითაა და მობულკოტებია. მათემატიკას დაუბრუნდეთ, მჭირდება დაახლოებით 7700 კალორიის მეტი მიღება. ეს რას ნიშნავს? ერთი პასკის ნაჭერი დაახლოებით 350 გრამია და ერთი, ანუ 100 გრამში დაახლოებით 350 კილოკალორია, ერთი პასკა თუ არის 950 გრამი, ანუ 1 კილოიანი, იმისთვის რომ 1 კილოგრამი ცხიმი მომიმატო, უნდა ვჭამო 2.5 აი ესეთი. ერთ დღეში. იმისთვის რომ მეორე დღეს ავდგე და ვთქვა რომ ჩემი ცხიმოვანი მასა 1 კილოგრამით გაიზარდა. ანუ რას ვაკეთებ? შვიდად ვარ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით იმ სწორი კომბინაციებით რაც მოგიყევდი, რა ცოტა ხანში გეტყვი. ალბათ, სამცალდით პასკას 1 კილოგრამიანს არ დააყუმბარებ ერთ დღეში. და ეგრეც რომ იყოს ამ წმინდა კვირეულში ეს დალოცვილი ჯოჯოხეთის მოგონებული სასწორი გადააგდე რა. მიეცი ერთი კვირა შენ ორგანიზმს იმისთვის რომ რა კალორიებით შემატა შენ ორგანიზმს. მერე გაფანტო. სად არის პრობლემა? როცა პასკას ვაცხობ 17 ჟარონას, რაც ქვია ქართულად და მერე ვყინავ. და ჩემი პასკა კი აღარ არის სამდღიანი დღესასწაული, არის ურთვიანი ყოველდღიური ხემსი. აი პრობლემაა. ამიტომ ეხლა რას ვაკეთებ, როცა პასკას ვაყოლებ საჭმელს? აქ არის კულინარიული შედევრი. ყოველთვის ვუცდები ხოლმე, როცა კითხვას დავსვამ, რომელზეც პასუხი არ მაქვს და მასზე პასუხიც არავის აქვს, უბრალოდ კულინარიულ ტრადიციას. ეხლა ახალ წელზე საცივი ძალიან ლოგიკური კერძია. ყველაფერში ნიგოზია, ყველაფერში ესეთი ცხიმებია და საცივით ლოგიკური კერძია. ეს ჩაკაფული ვინ დაამთხვია პასკის სეზონს? რატო დაამთხვია? ნუტრიენტულად აქ პასუხი იყო mind blow. ეს 160 ფორმა кайქი უნდა.
მეგობრებო, ის მწვანილეული, რომელსაც საღდგომო სუფრაზე ვიყენებ და მათ შორის ჩემპიონი არის ტარხუნა, არის ისეთი ნუტრიენტების შემცველი, რომელი ნუტრიენტებიც პირდაპირ მოქმედებენ სისხლში ინსულინის მგრძნობელობის გაზრდაზე. უჯრედში, ანუ ეს რას ნიშნავს? ტარხუნის ბომბის მიღების მერე, რომელიც ჩაკაფულია და იდეალურ შემთხვევაში ჩაკაფულის მარტო ხორცს არ ჭამ, ძალიან წვნიანს მიირთმევ, მათ შორის ბევრი სცენარეული ჩენჩოთი. ეს არის იდეალური კომბინაცია პასკასთან ერთად, რომ შენმა უჯრედებმა ინსულინის მგრძნობელობა აღიდგინონ, თუ დაკარგული აქვთ, ან უფრო სენსიტიურები გახდნენ და მიღებული პასკა იყოს ბევრად ნაკლებად საზიანო, მალე გადამუშავდეს ენერგია და ამას ცოტა ფიზიკურ აქტივობასაც თუ მიემატებს საღდგომო დღეებში. რა მოყვება მწვანეულს ასევე ძალიან კარგად? ბოჭკო. ბოჭკოსა და აი ამ ნუტრიენტული უჯრედული ბომბის ერთობლიობა არის შენი დამცავი ფაქტორი თუ პასკას ძირითად ყოფას აყოლებ. ამის გარდა არ დაგავიწყდეს ფხალეული თუ არ იჭამდი აქამდე საღდგომო სუფრაზე დაამატე. ფხალეულში შემოდის კიდევ ერთხელ ბოჭკო. პლუს ნიგოზი, როგორც პოლიუჯერი და მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომელიც დამცავი ბადე და გარსია აი ამ პასკის შაქრების, რომელიც მომხტუნავე გიჟია, რომელსაც შენ ორგანიზმში შემოღწევა უნდა. და მესამე მნიშვნელოვანი წერტილი, კვერცხი. იდეალური ნუტრიენტული ცილის წყაროა დაბალ კალორიაში, ბევრი სრულყოფილი ცილა მოგშერს და რომ დაუჭახუნებ იმას, რა ქვია, მეგობარს, ახლობელს, ბარი მიირთვი. კვერცხი არის ერთ-ერთი დამატებითი ცილოვანი ფაქტორი, რომელიც შეგაძლებინებს, რომ პასკის 3 დიდი კულიჩი აჭამო 1 კილოგრამიანი ერთ დღეში. ანუ საბოლოო ჯამში, რა თებში გამომივიდა საღდგომო სუფრის? ერთი დიდი თებში, საიდანაც ნახევარი უკავია მწვანილეულს, ბოსტნეულს, მათგან ფხალეული იქნება ეს თუ წამოსული იქნება ეს მწვანილი და ტარხუნა. ჩაკაფულისგან შენი გადასაწყვეტია თებშის მეოთხედი, აი ამ ჩაკაფულში ხორცი რაც აქვს მაგას უკავია, ან ხორცის დიდი მოყვარული თუ არ ხარ, კვერცხი მიუდია მეოთხედს თებშზე. თებშის მეოთხედი არა ესეთი ნუტრიენტული რჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში თებშის მეოთხედი, იმიტომ რომ მინდა რომ შენ ისიამოვნო აღდგომებით დაუტოვე პასკას. მაგრამ მეგობრებო, ეხლა კითხვას დამისვამ, სად არის ჩემი საყვარელი ხაჭაპური, სად არის ცომეული, ან იქნება 1000 რაღაცას ჭამ კიდე პასკის სეზონისას. სწორედ ამიტომ ეს ბევრი ჯანსაღი თებშის კომბინაცია, რომელიც ყველა ჯანსაღია და ამასობაში დაგეხმარება რომ დარჩე შენ გეგმებზე, დარჩე ჯანსაღყოფაში და ამასობაში ისიამოვნო პასკით და გვხვდება აი ამ კურსს თუ დაასკანერებ QR კოდი, სადაც გადმოგყვან მინის კურსზე, ეხლა რაც მოგიყვავი უფრო დეტალურად, ნუტრიენტულად, აქტიური ნივთიერებების დონეზე და გლუტ ტრანსპორტერების დონეზე იქნება ჩაშლილი ტარხუნის ეფექტი გლუკოზაზე, პასკის ეფექტი ორგანიზმზე და რამდენიმე დამატებითი თებშის ინოვაცია, როგორ გადავანაწილოთ ჯანსაღი თებში, ქართულ სუფრაზე, მარხვის დასრულების შემდგომ საღდგომო კვირეულისას. QR კოდი დაასკანერა, ლინკი ნახე აღწერაში. გადმოგიყვანს, შეავსებთ მინი ფორმას, მერე შემოგეხმიანებით, აღდგომას მოგილოცავთ და გადმოგიყვანთ ჩვენ პატარა სივრცეში, სადაც დაგხვდება პასკის და ბევრი სხვა მინი კურსი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარება ჯანსაღი ყოფის გზაზე. ჩვენ ლინკის მეორე მხარეს შევხვდებით.